დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ გისმენთ თქვენ ჩვენს ნომერზე 557-95-98 როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს ბრძოლის რა გზა უნდა აირჩიოს პატრიოტთა ალიანსმა და მასთან ერთად გაერთიანებულმა პარტიებმა რა უნდა იყოს მათი ბრძოლის გზები, მექანიზმები, საერთოდ რა სიტყვით შევწყვიტოთ ბრძოლა თუ გავაგრძელოთ, როგორია თქვენი განწყობა საზოგადოების წევრების, დაგვირეკეთ ნომერზე. ზარია ეთერში, პირველი ზარი ამ ბლოკში გისმენთ? ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლომდე. დიახ. ხომ არაფერს დაამატებთ? დავამატებ იმას, რომ რა პირით გამოდის ეს უსირცხვილო კალაძე. მადლობა თქვენ ზარისთვის. როგორც ქართული ოცნება გვეუბნება, საქართველოში ყოფი ამომრჩევლის 40% მივიდა არჩევნებზე, 40. ანუ 60% არ მისულა, ხომ? ამას ქართული ოცნება ამბობს. შესაბამისად, გამოდის და ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული ამომრჩევლის მხოლოდ მაქსიმუმ 20%-მა დაუჭირა ქართულ ოცნებას და მის კანდიდატებს მხარი. რეალურად თუ ვიტყვით, 40%, ანუ 1,5 მილიონი ადამიანი არჩევნებზე არ ყოფილა. და ამას მოწმობს ის, რომ საარჩევნო უბნებზე თითქმის არანაირი რიგები არ ყოფილა თითოეული ადამიანი თუ ჩადგებოდა რიგში იშვიათად. აქედან გამომდინარე რეალური სურათი ის არის, რომ 20-28% ამომრჩევლისა ქვეყანაში არსებული ამომრჩევლისა მივიდა არჩევნებზე და აქედან დაუჭირა ქართულ ოცნებას მხარი 15-მა ან მაქსიმუმ 20%-მა და კალაძეც 20%-ით გამარჯვებული მერია დედაქალაქის მოსახლეობის 80%-მა, არა მოსახლეობის არა ამომრჩევლის 80%-მა ბატონ კალაძეს მხარი არ დაუჭირა იმ ნაბიჯით, რომ ისინი არჩევნებზე არ მივიდნენ. ამ დროს კი ხელისუფლება ცდილობს და ეს არჩევნები იყო საბოლოოდ, ასე ვთქვათ, სათქმელი მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ყველას გავაქრობთ, ყველას მოვგუდავთ, ეს ჩანაფიქრი გვაქვს, ეს სურვილი გვაქვს, განსაკუთრებით პატრიოტულ და ეროვნულ ძალებს და ვიქნები მარტო მე. ჩემს ხელში იქნება სასამართლოც, მედიაც, ბიზნესიც, არჩევნებიც, ყველგან და ყველაფერში ვარ მარტო მე და არ მაინტერესებს არავისი სხვისი აზრი. ამ მდგომარეობაში გავაგრძელოთ ბრძოლა თუ გავჩერდეთ, როგორია თქვენი სათქმელი ძვირფასო მაყურებლებო და რადიო მსმენელებო. სწორედ ასეთი შეკითხვები გვაქვს დღევანდელ ინტერაქტივში და შეგიძლიათ დარეკოთ და გითხრათ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ პატრიოტული ძალების გაერთიანების, ანუ პატრიოტთა ალიანსის ძალიან ბევრი ამომრჩეველი და მხარდამჭერი მივიდა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს ამ გაერთიანებას, თუმცა ქართულმა ოცნებამ ჩვენ გითხრა, რომ არა, თქვენ არ ახართ, არ არსებობთ, მხარდამჭერებიც არ გყავთ, არავინ არ ხართ საერთოდ, გაქრობთ, თქვენი გაქრობა უკვე გადაწყვეტილი მაქვს. აი ასეთი მძიმე ფაზა დადგა ბრძოლისა და კიდევ ერთი ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება, რომ ქვეყანაში არსებული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში 100% აიღო მართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა 100%. ეს სასაცილოზე მეტია უკვე. ეს ტრაგედიაა. აღარც კი შეეცადნენ რაღაც შეენიღბვას და 99 მაინც რომ დაეწერათ. არა, პირდაპირ 100% დაიწერეს ბევრ საარჩევნო ოლქში. ზარია ეთერში, გამარჯობა. შუადღემშვიდობის, გისმენთ. ბატონო ელია, რამოდენიმეჯერ დავრეკე. და სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროდ ეს რეალობაა. სანამ არ გაერთიანდება, ცოტა კონსერვატიულად, ქართულად ამოაზროვნე ძალები, ხო? მართლმადიდებლურად. სანამ ესე ამბიციურად ირბენენ, ჩემთან მოვიდნენ, არა ჩემთან მოვიდნენ. არასოდეს ხალხი ხმართა რა ისიც უნდა დაგიჭირო ხარი ის ხარით ადრე რაღაც მიტინგებს ვატარებდით პენსიონერები კონსერვატორებმა იბრძოლეს LGBT-ს აფინანსებულ 4 წელი და იმადა ვერ მიიღეს და არც იძახიან რომ ჩვენო ჩანდეთ გაგვაკლეს და რაღაცები კეთილი ბრძოლა გავაგრძელოთ თუ არა თქვენი აზრით და გეუბნებით რა მადლობთ მადლობთ გასაგებია თქვენი მოსაზრება
იცით რა გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან თუ რა იქნება დღევანდელი მართველი პარტიისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ რომ საერთოდ 3 მილიონი ამომრჩეველი ყავდეს, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, რომ დაგიწერენ 1% გაქვსო. აი ასეთი იქნება ამ საარჩევნო სისტემით, ამ მოცემულობით ყოველთვის მდგომარეობა. თუ კი არ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მნიშვნელოვანი ბრძოლა არ იქნა სხვადასხვა მიმართულებით გაწეული. თქვენ რას ფიქრობთ, რა გზები უნდა იყოს ეს რომ გარდავტეხოთ ეს ცუდი ბოროტი საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო ვითარება, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ერთი პარტიის, ერთი კანდიდატის, ერთი კაცის სურვილებზე, საარჩევნო ბანერებზე, სარეკლამო რგოლებზე ტელევიზიით და ყველგან, მხოლოდ ტელევიზიით არა. ზარია ეთერში გისმენთ? Hello. მოგესალმებით. რამე ხომია ბინა ახლა ერთი ეს დამოსლები და იყო გაფიქრების დოგი აქტური დაწერება დროიგა ალადეს უნდა გავახსოვო ცუდად ისმის ცუდად მაპატიეთ ვერ ვგებულობ ვერაფერს ასეთ კომუნიკაციას ვერ გავაგრძელებთ მაპატიეთ ხელახლა დარეკეთ ტელეფონის სხვა აპარატიდან 557-85-58 ტელე-რადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი, სადაც გისმენთ თქვენ, ჩვენი საზოგადოების წევრებს, როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს, გავაგრძელოთ ბრძოლა თუ შევწყვიტოთ, ესეც ქვეკითხვა იქნება და თუ ემხრობით ბრძოლის გაგრძელებას, მაშინ რა გზები უნდა იქნეს არჩეული თქვენი აზრით. მორიგი ზარია, გამარჯობა. ალო. გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. მორიგი ზარია. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ. დიახ. მოგესალმებით, გამარჯობა. აი ძალიან გულიმწივა მოკლედ რა ზაგზას უნდა მივმატოთ არ ვიცი. იმიტომ რომ ჩემ შვილებსაც კი მივაჩემდი ხმა. ყოველთვის თქვენი მომწრება. რატო არ უნდა იყვნეს ვერ გავიგე რა გერდა. მადლობა. რატო არ მიაჩემდი მაგარ ყურადღებას კაცი. ამდენი ხალხი გადლებს ხმას. მადლობა ქალბატონო, რატომღაც ტელევიზორის ხმა მიბრუნდება უკან და უნდა გთხოვოთ თუ ვერ დაასრულეთ თქვენი სათქმელი, ხელახლა დარეკეთ, ოღონდ მაშინვე ტელევიზორის ხმა გამორთეთ. ეს იქნება ჩვენი თხოვნა ამ გადაცემაში 557-88-58. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, მორჩილესად გთხოვთ. ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ და დაიწყეთ. ბატონო ილია, თქვენ მიიღეთ ის ხმა, რაც მოგცათ ხალხმა. ადრევე გითხრეს თქვენ რომ აგეთი პროპაგანდით, სვისი ლანცვი. კარგი, დიდი მადლობა, გავაგრძელოთ ბრძოლა თუ გავჩერდეთ, ეს არის ჩვენი შეკითხვა. მტრების აზრი ამ შემთხვევაში არ გვაინტერესებს. როდესაც კითხვა ისმება, ბუნებრივია პათოსი გულისხმობს იმას, რომ უნდა დარეკონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ გაერთიანების მხარდამჭერებად მოიაზრებენ საკუთარ თავს და არა მტრებმა. დიახ და თქვენ მტერი ხართ, რიგითი მტერი, გასაგებია მტერს აქვს თავისი სიტყვის თქმის უფლება, მაგრამ ამ ეთერში სხვა ფორმატი გვაქვს ჩვენ. მტრებს არ უსმენთ, დღეს გამონაკლისი შემთხვევაა. რაც შეეხება რა ხმებიც მივიღეთ, ეს არის თურმე სიმართლე. ესეც წყვილია, ჩემო ბატონო, მოსახლეობის 75% დაახლოებით არ მისულა არჩევნებზე და ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენო 80-100%-იანი ნდობა გვაქვს, რაც კიდევ ერთი წყვილია. სინამდვილეში მას აქვს ამომრჩევლის მაქსიმუმ 20%-ის მხარდაჭერა ამ არჩევნებზე. მე ვიტყოდი უფრო ნაკლებისაც კი. ზარია, გამარჯობა. შუადღემშვიდობისა, ილია შვილო. შუადღემშვიდობისა, გისმენთ. ვინ მისახმა კალადის 70 წლამდე პენსიონერებს არ მიუციათ ხმა, იმიტომ რომ 20 ლარს უგდებენ ყოველ წელს. რითი გაიმარჯოს ერთი მეკითხები ჩვენ მთავრობას. აი რომ იწონებენ ხალხს, რომ თუნდაც ამდენმა ხალხმა მოგცა. ეს ყველაფერი არის წვილები, ხალხს მოგერდათ ეს მთავრობა
ამათი განგლის 13 წლის ყველა წვილი თურმე იქნება შენობლობა უკეთესი ცხოვრება რაც აკეთებითი ჩვენ მაგალითად ვერ დავინახეთ მათო დავინახეთ რაღაცა დღეს დააგებენ გარემოწებენ საბავშვო ბაღებს რაღაცა ეგეთი რაღაცები ჩვენ ხალხი ლაპარაკობს რომ ეს გაურკვეველი ფულები წაგრიდი თუ ნიშნავს რა ქვია ათნიშნა ეკონომიკური და პენსიონერებს 70-მდე რატო გვიზიან 20-ს ამიტომ ყველა მითხრა უარი ამიტომ იბრძოლეთ ბრძოლას აკარგრი ვის პენსიონერებისთვის არ არის აქ ჩვენ არ გვინდა ისეთი თავრობა თანამობენ რომ გაუხანგრძლივდათო პენსიონერებს რომ სიცოცხლის ხალი ისაო ხანგრძლივობაო თუ ვერ აგაქვს ბატონო კახი და თავრობას მივათავ პენსიონერების ჩემი სწავლი ის ხელისუფლება მოვიდეს ვისაც შეიძლება თქვენი დაღი იმიტომ რომ 70-მდე და დანარჩენი ასაკის პენსიონერები რომ დავყვეს ვერ გავიგეთ ცხოვრება ერთია გაჭირება ერთია ღარიბობა ერთია თქვენ გიგათ კაი ფუფულება კაი ფულები კაი ნახუთი და ჩვენ არსებობა აღარ დიდი მადლობა ტელევიზორის ხმა ბრუნდება და ცოტა არ იყოს ხარვეზებით მაგრამ ისმოდა თქვენი ხმა გავიგეთ მთავარი სათქმელი მადლობა ქალბატონო რომ დარეკეთ ბრძოლა გააგრძელეთ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო ასეთი იყო ჩვენი მაყურებლის თუ რადიო მსმენელის შეხედულება აი ჩატარდა ეს არჩევნები ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში 100% დაიწერა ახლა რა მოლოდინი გაქვთ რა პრობლემებიც გვაწუხებთ ჩვენ საზოგადოებას რაიმე შეიცვლება მიგრანტებით რომ ივსება ქვეყანა აქ რამეს გააკეთებენ როგორ ფიქრობთ ფასები დაიწევს გადასახადები საბანკო პროცენტები დაიწევს რაიმე სამართლიანობისკენ წავა ჩვენი ქართველები რომ უცხოეთში გარბიან დაიწყება მათი დაბრუნება ქართული მიწები რომ იყიდება უცხოელებზე ეს აღარ მოხდება რომელი ერთი მიმართულება და პრობლემა ჩამოვთვალო დემოგრაფიაში გაუმჯობესდება რამე და დემოგრაფიულ პოლიტიკაზე დაიწყებენ მუშაობას თუ კიდევ მომდევნო წლებშიც აი ეს ყველაფერი გაგრძელდება რაც აქამდე იყო პირიქით ყოველ წელს და ყოველ თვე იზრდება ფასებიც გადასახადებიც პროცენტებიც 20 ლარით უმატებენ პენსიას და ამავდროულად 1500 ლარით იმატებენ თვითონ ხელფასებს პარლამენტში. აი ეს მიდგომები გაგრძელდება და ეს ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამ ვითარებაში ქართულ ოცნებას ქვეყანაში არსებული ამომრჩევლის მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი, ხალხი მასიურად არ მივიდა ამ არჩევნებზე. ის კი არა, ისიც ტყუილი და სიყალბეა რომ გვეუბნებიან 1.5 მილიონი იყო ამომრჩეველი მისულიო არ ყოფილა ამდენი რიგებიც კი არ შეიმჩნეოდა საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე 20%-იანი ნდობა აქვს მაქსიმუმ ისიც ქართულ ოცნებას აქედან საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული დაწესებულებების წარმომადგენლების ხმებია 9 ან 9-ზე მეტი ზარია გამარჯობა მოგესალმებით. მე პირდაპირად მივეცი პატრიოტა ალიანს. ვინ შენიძახი რომ არ იყო ხალხი მოდიოდა. როგორ არ მოდიოდა? იყო სადაც მე მესიჯობანზე. მარკეტინგში ვერ ვიტყვი რომ ხალხი არ იყო. იყო, მაგრამ არა 1.5 მილიონი. ხალხი მოდიოდა. მაგრამ გეტყვი ერთ რამე. დიახ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ რადიკალური გამოხტომებით კი არა. მომეცმინე განჩეჩილაძეს დროს 9 მილიონი გამოვდიოდნენ. ალბათ გახსოვს, მაგრამ ერთი ფოტოი არ გამოვიდა. რა თქმა უნდა, მახსოვს. სოციალური მოტივით უნდა გამოვიდეთ ყველა. სოციალური მოტივით და ვაიძულოთ ხელისუფლება. ან დადადგეს, ან კეთილინებოს და გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის და ერისთვის საჭიროა. Dara ჯებირების მოხსნით და ისა თავპირის ისა მწურეის ეგრე არაფერი გამოვა. დიახ. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ რომ დაგვიკავშირდით. რა თქმა უნდა მესმის თქვენი პათოსი რომ აქციები როდესაც იქნება ის კარგად გააზრებული და ისეთი უნდა იყოს გონივრული და არა ვთქვათ რაღაც რადიკალიზმში გადაჭრილი. გავიგე რაც თქვით, მორიგი ზარია. გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ. ძალიან მწიფოს ხენასეთი. დიახ, ისაუბრეთ. კავათის კავშირთან შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ
დირჩმენ ამხელა პროცესი მიყოთ ამჯერად ამჯერად და მიუღებელია ამას ვერაფერს ვერ დავიძელ მადლობა ქალბატონო თქვენ რომ დაგვიკავშირდით როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს რას ეტყვით პატრიოტულ გაერთიანებას რომელიც 8 ნომრის ირგვლივ არის თავმოყრილი და ერთიანად იღებენ მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას გაავაგრძელოთ ბრძოლა გავჩერდეთ როგორ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა ასეთი კითხვები გვაქვს დღეს ჩვენ გადაცემაში ზარია გისმენთ ალო მოგესალმებით თქვენ ეთერში ხართ გამარჯობა თილია გამარჯობა ქალბატონო ნამდვილად უნდა გააგრძელოთ ბრძოლა აი ირადა 84 წლის მოხუცია აი საზრია რომ ნამდვილად უნდა გააგრძელოს ეს ბრძოლა აი საკითხები რასაც პენსიონერები აღენებენ ერთადერთი მე მგონი თქვენ ახალ რომ მაგას მიექცეთ ყურადღება აი თუნდაც ჩვენი დაანაბრები რომლებიც სახელმწიფოს ერთხელ იქნა აღიარებული და დღემდე იმას კაპინგს არ გვაძლევენ და ესე პენსიონერები დაგვამათხოვეს დაგვიბრუნონ ჩვენი თანხები აი ამას მოვიწყოთ იქამდე არ მიდის ხმა იმიტომ რომ თქვენ აი ვერ შედიხართ და ისინი ხალხს არ უსმენ დიახ კარგად დაგებოდეს ნახვამდის და ღმერთმა ხელი მოგინართოთ დიდი მადლობა თქვენს არისთვის მართალია ამ არჩევნებით პატრიოტთა ალიანსს საკრებულოში შეყავს ყაზბეგში მაგალითად წევრი და თუ არ ვწდები კიდევ სხვაგან რამდენი მაგრამ ეს არჩევნები საბოლოო ჯამში არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებასორულს ვიმეორებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა იყო უპრეცედენტოდ 75% არ მივიდა არჩევნებზე და იმ 25% ვინც მივიდა იქიდანაა არჩეული დღევანდელი მთავრობა და ამ 25%-დან იწერენ შემდეგ 100%-ს და 97-ს და 77-ს. აი ეს არის რეალობა. მაგრამ რასაც ჩვენ ხედავდით არჩევნების დღეს, დიდი იყო საკმაოდ მობილიზება პატრიოტული ამომრჩევლის. ვინც მივიდოდა საარჩევნო უბანზე და პატრიოტთა ალიანსს დაუჭერდა მხარ, შემდეგ მოდიოდნენ ტელევიზორთან ან რადიოსთან და რეკავდნენ ობიექტივში, აი ეს გავაკეთეთ, მთელი ოჯახით ვიყავით, მთელი სანათესაოთი ვიყავით, ეთერს გარეთაც შემოდიოდა მონაცემები. არ ახსახავს ეს რეალობას, რომ ახლა აი ასეთი შედეგი დაედო პატრიოტთა ალიანსს. ეს გამორიცხულია. უბრალოდ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ თქვენი გაქრობა მინდა, თქვენი გაგუდვა მინდა, არავინ არ ახართ, არც მხარდამჭერები რეალურად არ არსებობთ, არც თქვენ არ არსებობთ. აი ეს მიდგომები ჩანდა და ჩანს დღესაც. ზარია, ამ ვითარებაში ბრძოლის რა გზას უჭერთ მხარ, საერთოდ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თუ წავიდეთ სახლში, რა სიტყვით? გამარჯობა, გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. ისმის თქვენი ხმა. გამარჯობა, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, ტელევიზორს. გამარჯობა. გისმენთ? გისმენთ ბატონო? გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით. ბატონო ელია, გესმით ჩემ ხმა? მესმის თქვენი ხმა. როიზახიან 1 მილიონი არჩევნებზე მოვიდა 1 მილიონი ადამიანი. მილიონ ნახევარიო, დიახ. დანარჩენი ქართველი სად არის გამორჩეული? მეორე რაუნდი არ უნდა იყოს? დიახ. განაგრძეთ, ხომ არაფერს დაამატებთ? დავამატებ იმას, რომ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ გენაცვლე. რომ გავიძეთ და ჩვენი ადგილი დავიკავოთ. მადლობა რომ ასეთი შემართება იგრძნობა ჩვენს მაყურებლებში და რადიო მსმენელებში. მადლობა და დიდი პატივისცემა თქვენ თითოეულ მაყურებელს და რადიო მსმენელს. განსაკუთრებით ვინც ხართ ამ გუნდის მხარდამჭერები. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ გთხოვთ. არ არის კავშირი, ძალიან მწუხვარ 557 88 55 88. ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, შეგიძლიათ გვიპასუხოთ დღევანდელ რამდენიმე შეკითხვაზე, როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს,
როგორ უნდა გავაგრძელოთ საერთოდ ბრძოლა, რა ფორმებს უჭერთ თქვენ ხარს ბრძოლისა და საერთოდ საჭიროა თუ არა ეს ბრძოლა იქნება, არც არის საჭირო თქვენი აზრით, თუ არის ასეთი შეხედულებაც დაგვირეკეთ, რა თქმა უნდა. ზარი ამჯერად კვლავ გამარჯობა. არ არსებობს. გისმენთ ეთერში ხართ. მეორე გენაცვალე. დიახ. 100%-იანი მარტო გიჟებს სასჯერათ 100%-ისა. ნეტა როგორ უნდა ჩაუვიდეთ ლუკმა პენსიონერების ცოდით მე არ ვიცი. რას აკეთებენ ეს მთავრობა, რას აკეთებს? ამოგწყვიტონ, ეგეც არ მოგცენ, რასაც გვაძლევენ და დავიხოცებით და ეგ იქნება. არ ვიცი, ძალიან ავარ განერვიანებული, არ ვიცი. დიდი მადლობა. რა გითხრა შვილო, აი რა გითხრა, არ ვიცი რა. ძალიან განვიცდი, ძალიან ნერვიულობ. კარგად იყავით. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. 100% ახსენეთ და მართლაც ჩრდილოეთ კორეაში თუ ხდება ასეთი რამ, რომ უამრავი საარჩევნო ოლქია, სადაც მართველი პარტიის კანდიდატებს 100% დაუწერეს. 100%. შენი ღბვისთვის მაინც არ უქნიათ ის, რომ 99 დაეწერათ. არა, 100%. აი ამ ვითარებაში რაზე უნდა ვილაპარაკოთ. როდესაც ცდილობენ ყველა კონკურენტი გაგუდონ არჩევნების წინ კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შიში ქონდათ პიროვნებებს, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. ამბობდნენ, რომ ჩემი ბიძაშვილი სადღაც მუშაობს და იმას გამოუშვებენ. მე რაღაცა პატარა საოჯახო ბიზნესი მაქვს, იმას დამიხურავ. ყველას რაღაცნაირად შიში ჰქონდა, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა კანდიდატებს. და ამ ფონზე 100% დაიწერეს ქართული ოცნების წევრებმა ბევრგან. სადაც კანდიდატები იყვნენ კონკურენტები, იქ 14-84 და ასე შემდეგ. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, როგორც კი ეთერში დარეკავთ, მაშინვე თითოეულ თქვენგანს მიუმართავ. როგორც კი ეთერში გამოვა თქვენი ზარი, სასწრაფოდ ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჩაუწიეთ. დაშორება, ან ხმის დაწევა საკმარისი არ არის. ხმა გაუთიშეთ ტელევიზორს. ნუ შევაბრკოლებთ ამ ეთერს, ნუ დავაბრკოლებთ სხვა მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ვისაც შემოსვლა უნდა ეთერში. მორიგი ზარია, გისმენთ? ჰალო. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. ჩანერიულობ შტილო და რა ქვია. რა არის ეს ასეთი უსამართლობა? იგი რა ქვია, ხორევათა არ არსებობს ამ კომპიუტერმა რომ დააფიქსიროს, ჩვენი ხმა. უნდა შეიცვალოს ეს მაგენი აყალბებენ და ან სხვა ქვეყანამ ჩაატაროს ეს არჩევნები. ამ შეიძლება? მე პენსიონერი ხალი ვარ და შარშანი ჩემო ოჯახმა ყველას მივაცემი ახლა ძალიან ინერვიულობ. წელს კიდე იმედი მქონდა რაღაცისა და არაფერი იმედი არა და ვქნა. დიახ. დაოჯახდი. გამრავლება მიშტები ჩვენ. ყველა ბიჭებმა უნდა დაოჯახდნენ და მე გულდებს წები. თუ გინდა ჩემები იყოს და თუ გინდა ის რომ არ ურავდებით ჩვენ. ეს ყველაზე მეტი ტრაგედია. დიახ და ამ დროს ივსება უცხოელებით ეს ქვეყანა, ინდოელებით, პაკისტანელებით, ირანელებით, თურქებით. ახალგაზრდების ბრალია, მაგრამ ომში კიდევ ხასა ჩვენ და გამრავლებას ვერ უნდა ვერ მოვარცხავი, გავარცხავი. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო, ომში საქართველოს დასაცავად თავის გასაწიერად მეც მზად ვარ და სხვა ჩემი ხნის ადამიანებიც ახალგაზრდები იქნებიან თუ უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრების გარემო არის ძალიან რთული. ხელფასები და შემოსავლები იმდენად დაბალია, რომ არ შეუძლიათ მოქალაქეებს ბინა შეიძინონ, თუნდაც მრავალწლიანი სამართლიანი კრედიტით, საკუთარი ოჯახი არ ჩინონ. აი ამის ფინანსები, როდესაც არ არის, ყველა ფიქრობს. განსაკუთრებით 90-იან წლებში გაზრდილი თაობა, რომელმაც შიმშილში და უამრავ საშინელ პრობლემაში გამოვიარეთ, რომ ჩემ შვილს არ მინდა მე ის მდგომარეობა და ის ცხოვრება ვანახო, რაც მე 90-იანებში გამოვლილი მაქვს. აი ამას ფიქრობს ბევრი ახალგაზრდა სხვათა შორის და ამიტომ თავს იკავებენ იმისგან, რომ სახლი არა აქვს, ღირსეული ანაზღაურება არა აქვს
და ამ პირობებში შექმნას ოჯახი და კიდევ ბავშვი და მეუღლე ჩააყენოს მძიმე ცხოვრების პირობებში. აი ეს არ უნდა ბევრს და ამიტომ გვაქვს დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთი რთული. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა ჩემო ბატონო. თქვენც ასევე, მადლობთ. გაჩვენე იმას, დოლარს აზე ახლა აქ ხოლმე საბრძოლად აზრის. ეთნიკური საკითხი მე მოუწევთ მოგახსენოთ. დიახ. ატენებზე ვიტოვე. იმეცი ხმა პატრიოტებში, პატრიოტა ალიანსი. დიახ. ორი პუნქტი იყო იქ მუსანიში, უბრალოდ 3. ერთი იყო პარტია, ერთი იყო ქალაქის მეზე, ერთი იყო მაჟორიტარი დეპუტატი. ირმა ცხორაგაული საერთოდ რელიგიური იბუკლეტში. არა, ირმა ცხორაგაული სიის პირველი ნომერი იყო დედაქალაქში, ანუ როდესაც პარტიას მოხაზავდით თქვენ პირველ გრაფაში, ეს ავტომატურად იგულისხმებოდა, რომ ირმა ინაშვილთანაც მიდიოდა ხმა და სხვა. ამათ ტერმა უკუნა კიდე 4 წელი გადის. ეს ფაქტური პენსიონერები მინიმუმ ნადღეში არიან, არ დაგწავთ, არ დედოქავთ, არ თანაინალა თქვენაფია რა. ხოდა იცით რამდენად რა? დიახ. მემპლანინგიდან დაწყებული, ქირურგი დამთავრებული, ყველა თავის აფასებს ფასიგებს ყველა და ფასხალმა პენსიონერმა რა დაადეს ფასი? რა დაადეს ფასი? ვერ გავიგე. ყველა ხელოსანი, ყველა ადეს ფასს, ცეცხლი უკიდია ყველაფერს. პენსიონერმა რა გააძლიერებს? მიფასოყოს რა გააძლიერებს პენსიონერს? დიახ. ვარ თქვენ ეს მთავრობა ეს მე გადააბა ეკმენ და ძუნე დანაყონ იმერიის. მადლობა თქვენ. მეც დაგლოცოთ ხმერთმა. მადლობა რომ დაგვირეკეთ. როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს? რას ეტყვით პატრიოტთა ალიანსს და მასთან ერთად გაერთიანებულ ძალებს და მთლიანად ობიექტივსაც გნებავთ? შევწყვიტოთ ბრძოლა თუ გავაგრძელოთ და როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა? აი ეს კითხვები გვაქვს დღეს ეთერში, მორიგი ზარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. ეხლა ამასაც ქალბატონის გამოდიოდა და მამიდა და რომ ზარდეს გადაიღოს ხმისისებაო. მე ეს დროს თქვიე, თავისი წარმომადგენელი უნდა ყავდეს, უყენას რომ ხელში დააკავოს ეს ისენი. აი მაშინ იქნება ისტორია. მე არაფერი არ ესველება ამას. არაფერი არ ესველება. მადლობა თქვენ ქალბატონოს არისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების თქმით, არჩევნებზე მივიდა რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 40%. ამ 40%-დან კი ქართული ოცნების ხმებია დათვლილი, ანუ ეს 100%-ს რომ აბრახუნებენ, ასე ვთქვათ, სულაც არ არის ეს რეალურად 100. რეალურად მოსახლეობის მხოლოდ 80%-მა დაუჭირა გნებავთ თბილისში, მოსახლეობის არავი მეორე ამომრჩევლის, გნებავთ თბილისში, გნებავთ რეგიონებში მართლ პარტიას. და ეს 1,5 მილიონი და 40% იყო არჩევნებზე მისული, რომ ამბობენ, ესეც ტყუილია. იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ვიყავით არჩევნებზე, ყველამ დავინახეთ, რომ იქ რიგები არ იყო, თითოეულა ადამიანი იყო მხოლოდ. რეალურად თვითმმართველობის არჩევნებზე გამოცხადდა მოსახლეობის 25 ან 28% მაქსიმუმ. და შესაბამისად ქართული ოცნების მხარდაჭერა აქედან არის ძალიან დაბალი. ძალიან დაბალი. 15-ან გასკდეს 20% მიიღეს ამომრჩევლის სახმები. და როგორ უხარიათ ეს და რა გამარჯვება თვლიან ამას, მე არ მესმის. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. ბატონო, სად იყო ამდენი ხმები, საიდან გამოაცხადეს 36% მიიღო მოსახლეობისა მონაწილეობაო და მაგრამ ამდენი ხმები საიდან დაიჭერეს? გააკეთეს მაიმუნობა და მითო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიახ. და მე ასე ვიბრძოდი 84 წლის ქალი ვარ, თორე ჩამოვიდოდი მათ ერთი დრონი რა გაჭირდა, რომ ის შუქი სასაკლე ძირიან ამოაფეთქოთ. მე დაწყნარდებიან მაგერი. და მე მიხედავენ ხალხს. რომ ქართულ ხალხს არჩი აღარ მოეწეს არავის. ეს დამპლები ესენი არ ჩაიღეს.
5-5-7-98-95 ეს პირდაპირი და თავისუფალი ეთერია. გისმენთ თქვენ, ჩვენი საზოგადოების წევრებს, როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს, რას ეტყოდით პატრიოტთა ალიანსს და მასთან გაერთიანებულ პარტიებს, გააგრძელონ ბრძოლა თუ შეწყვიტონ საერთოდ ეს ბრძოლა. თავად პატრიოტთა ალიანსის ლიდერები გააკეთებენ თავიანთ განცხადებას, თავიანთ გეგმებზე და შეხედულებებზე აუცილებლად ისაუბრებენ. ასე რომ დაველოდოთ მათ მოსაზრებებს, მანამდე კი ამ ეთერსაც მოусმენენ. მე დარწმუნებული ვარ და თქვენი სათქმელი მიაწვდინეთ მათაც. მორიგი ზარია, გისმენთ? ერთი დავანდე. დიახ. არჩევნებში სადადე რამდენად ერთ-ერთი მაღლა დავიწყე. არ არის ეს განსაზღვრული 5 კაციც რომ მივიდეს ჩატარებულად ჩაითვლება. დიახ. დიახ, ასე უნდა ყოფილიყო რუსთავში, დიახ, სწორია. პირველ ბიულეტენში იყო 8-იანი, კი? დიახ, ეს თორნიკე არევაძეს ავტომატურად მისდიოდა ეს ხმა პირველ გრაფაში რომ 8-იან შემოხაზავდით და არა მარტო თორნიკეს ბექა თავბერი კაპანაც და ძალიან კარგი გუნდია რუსთავში, რომლებმაც ნამდვილად ბევრი ხმა აიღეს, ძალიან დიდი მხარდაჭერაა მათ მიმართ ახლაც. და მთლიანად პატრიოტთა ალიანსმა ბევრი ხმა მიიღო და მობილიზებული იყო პატრიოტული ამომრჩეველი. სულ ტყუილია ის რომ ახლა 1%-ს გიწერენ ამ ხელა. რატომღაც ცუდად ისმის, მე ვერაფერს ვეღარ გებულა. მადლობ, ჩემო ბატონო, უღრმესი მადლობა რომ დარეკეთ. მე მგონი თქვით რომ სულ პატრიოტთა ალიანსს ვაძლევ ხმასო. გასაგებია, რასაც ამბობთ, ამ არჩევნების შემდეგ გამოსწორდება რამე თქვენი განცდით. იმ პრობლემებიდან, რაც ჩვენ გვაწუხებს. პრობლემებიც აღარ ქვია ამას, უკვე ტრაგედია ქვია ერისა, რაშიც ვართ ყველანი. და ერთად შევადგინეთ დოკუმენტი პრობლემებისა ამ ეთერში, ტრაგედიებისა. რამე გამოსწორდება, რა განცდა გაქვთ საერთოდ, რა დამოკიდებულება გაქვთ, როგორ აფასებთ შედეგებს. ზარია ეთერში, გისმენთ? ალა, გამარჯობა. მოგესალმებით. რა ვიცი, რა გითხრათ, არ ვიცი. სამწუხაროდ ვერ გეტყვით პროგნოზს. მაგრამ ამ ახლა რა ვქნათ, რომ ძალიან იჭერეთ და ძალიან კარგები და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები რო ხართ და ძალიან კარგები. და მომავალი მთავრობა თქვენ ხართ. მოდით რაღაცნაირად შერიგდით, მორიგდით, რაღაცნაირად ეგან დიდხანს იქნებიან კიდე აზე არა აქცილო. არ ვიცი რა ვიციქრო აღარ ვიცი, რა თქვა არ ვიცი. აზე არა, მე ესეც ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა. დიახ. მადლობა ქალბატონო, აი შემრიგებლურ განცხადებას აკეთებთ, ერთმანეთთან უნდა შეერიგება მოახდინოთო, რაღაცნაირად ერთმანეთს დაუთმოთ, ერთმანეთს ხელი გაუწოდოთო, მაგრამ აი ამ ბოლო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ თქვა, რომ დაბრუნდა ნაციონალური მოძრაობა, რაც იყო იმ ტიპის რეჟიმი ქვეყანაში. სწორედ ნაციონალური მოძრაობის დრო დაბრუნდა ქვეყანაში. ახლა ერთი გამონაკლისია მხოლოდ რომ ხელკეტებით პატიმრებს არ აუპატიურებენ ციხეში. ერთი ეს არის გამონაკლისი. მეტი ქართული ოცნების რიგები დღეს წარმოდგენილია ყოფილი ნაციონალური მოძრაობით. აბა შეხედეთ ვინ არიან. 2-3 კაცი დარჩა ალბათ ამ პარტიაში, ამ მთავრობაში, ვინც ყოფილი ნაციონალი არ არის. ანუ დაბრუნდა უკვე ნაციონალური მოძრაობა, 100% დაიწერეს საქართველოს უამრავ საარჩევნო ოლქში, არაფრის რიდი არ აქვთ, არაფრის გათვალისწინებას არ აპირებენ, ყველაფერი ჩვენია, ქვეყანა ჩვენია, ვინც ხმას ამოიღებს დავიჭერთ, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს არჩევნებზე 1%-ს დავუწერთ, აი ეს არის მიდგომა. ამ ვითარებაში გავაგრძელოთ ბრძოლა თუ გავჩერდეთ.
თუ იტყვით რომ უნდა გავაგრძელოთ, მაშინ აი რა გზით თქვენი აზრით? იმიტომ რომ გამოსავალი იქნება მოსაძებნი. აი იგივე გზით რომ არჩევნებში მიხვიდე იქ და იბრძოლო, ნუ აი რაღაცნაირად აზრი აქვს თითქმის დაკარგული. თუ არ შეიცვალა რაღაც საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო გარემო, თუ არ შეიცვალა ის რომ ყველა მხრიდან უხილავი ხელი, თუ ხილული ხელი მათ შორის შენს დახრჩობას ცდილობს, ზურგში დანას გირტყამს. ეს თუ არ შეიცვალა, ეს თუ არ გამოსწორდა, არჩევნებით მხოლოდ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში ბრძოლაა საჭირო და არაძალადობრივი ბრძოლა რა თქმა უნდა. სარია ეთერში გისმენთ? ალო. მოგესალმებით. მეორე ზეწავ იქით რა გეტყვით? ოცნებამ 20%-ით პენსიის გაზრდა გამოაცხადა არჩევნებამდე. 20 ლარი. 20 ლარი, ხო. ეს რა შეაწყობდა? 10%-ით არ აწყობდა, მაგრამ იცოდა რომ არჩევნებს გააყალბებდა. გაყალბება ეს მკვდარისულები. ვიცი რომ მკვდარისულები იყო ცენტრალიაში. ესე იგი ისინი ელოდნენ გამოსვლას ხალხი. იმიტომ გააკეთეს წინასწარ. ამიტომ აუცილებელია სოციალური პრობლემების გამო გამოსვლა, პენსიის გამოსვლა და მოვითხოვოთ პენსიის გაზრდა. პენსიონერები მაინც ყველანი არ არიან დასაქმებულები და ფასების კონტროლი. ეს ხო ნებისმიერ გამოსვლა მოთხოვო. პენსიის გაზრდა და ფასების კონტროლი ერთად. სასამართლო ამის გახსნა არ შეიძლება. გეთანხმებით? ხომ არაფერს დაამატებთ? მადლობა რომ დაგვიკავშირდით, როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს და რას ფიქრობთ მომავალზე? როგორ უნდა გაგრძელდეს მოქმედება, ბრძოლა? თუ კი თვლით, რომ საერთოდ საჭიროა ბრძოლის გაგრძელება, ზოგიერთი ამბობს, რომ საკმაოდ ცოტა, მაგრამ ამბობს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. უმეტესობა ამბობს, რომ გაჩერება ხალატია და გაჩერება არ შეიძლება. უკვე საათნახევარია მიმდინარეობს ინტერაქტივი, ეს მეორე ნაწილია უკვე. მორიგი ზარია, გისმენთ ყურადღებით. ალო. გამარჯობა, გისმენთ. ატო. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, თქვენ პირდაპირ ეთერიდან გელაპარაკებათ წამყვანი, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ და დაიწყეთ თქვენი საუბარი. დიახ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. გენაცვალე. ძალიან გული მწივა, იმიტომ რომ მე იმედი მქონდა ისეთი, რომ თქვენ ნამდვილად გაიმართოთ და იმედი მქონდა, რომ ორივე პარტია იქნებოდით, იმედი და ფიშენი, ივანიშვილის პარტია, ორწმენა, რა თქვენ. მაგრამ ძალიან ნერვიულობ, რომ რატო არ მოგწეს რამდენი ხმა. ბრძოლა გააგრძელეთ. ბრძოლას აზრია საუცილებლად. მადლობთ, ქალბატონო. გავიგეთ თქვენი სათქმელი, ბრძოლა გააგრძელეთ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრიო, ასეთი იყო ჩვენი მაყურებლის თუ რადიო მსმენელის შეფასება. პირდაპირ ეთერში ვართ, ინტერაქტივია, თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივს და მორიგ ზარს მივიღებთ რამდენიმე წამში ეთერში, მანამდე კი ჩვენს კითხვას გაგიმეორებთ. გავაგრძელოთ ბრძოლა თუ შევწყვიტოთ? რას ეტყოდით პატრიოტულ ამ გაერთიანებას და ამ გუნდს მთლიანად? მორიგი ზარია, გისმენთ? ილია გენაცვალე, მოგესალმებით. აი ახლა ბანდიტებს როგორ უნდა ებრძოლა, ხوار ესური. ადიგერ დავრეკეთ თქვენთან და წეღანაც ქალბატონმა დარეკა, რომ ამ პენსიის საქმეზე რამენაირად გაგვიკეთეთ ორგანიზება, რომ გავაკეთოთ ერთი ხრილობა მიტინგი, დავდგეთ იმ პარლამენტის წინ, მოვითხოვოთ გამოვიდეს ვიღაცა თანამდებობის პირი და დაგველაპარაკოთ. ჩვენ ხომ გლები არა ვართ, ჩვენ ხომ ხეცები არა ვართ. ერთი ვილაპარაკოთ, კაცო, რატო ხდება 20 ლარი? ნუ წარმოგიდგენიათ რა არის 20 ლარი? კარაქს ვერ იყიდი 1 კილო, ხორცს ვერ იყიდი 1 კილოს. ხო, ამიტომ ძალიან აქვს თხოვთ, უთხარით ირმაინაშვილს, ძალიან თარხან მოურავს. გაგვიკეთეთ ეს ორგანიზაცია, შვილებით გამოვალთ, კაცო, რიშიმშილებ და დავჯდებით იმ პარლამენტის წინ არ ავდგებით, მაინც ავკოდები და მაინც იქ მოვკოდე ჰაერზე. გააკეთეთ ეს რამენაირად ორგანიზაცია, მეკპირდებით და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ხალხი გაგიდგებათ გვერდში. ერთ საკითხზე რამენაირად მივახციოთ შედეგს.
დიახ. სხვას ყველაფერს დავანებოთ. თავი აი ერთი საკითხი რამენაირად გავიტანოთ. დიდი მადლობა ჩემო ბატონო თქვენ ზარისთვის. ეს ერთი და კიდევ სხვა საკითხები არსებობს ძალიან მძიმე ტრაგიკული პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და ამის მიტოვება, ამაზე თქმა, რომ ამისთვის არ ვიბრძოლებ ამ ყველაფრის შეცვლისთვის, მე მგონი დღევანდელ რეალობაში იქნება ძალიან დიდი უკანდახევა და ღალატი. ასე რომ მეც გეთანხმებით, რომ აი აქ ზარები შემოდის ეთერში და უმეტესობა აბსოლუტური 99% ამბობთ, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მეც ერთი ადამიანი გიერთდებით ამაში. ძალიან მწუხვარ იმის გამო, რომ რაღაც ჩრდილოეთ კორეას გავს ეს ჩვენი ქვეყანა უკვე. იმ კუთხით, რომ 100% დაიწერეს საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში. 100% მმართველმა პარტიამ დაიწერა ათობით უმეტესობა ოლქებში. ან 100%-ზე ოდნავ დაბალიც კი იყო ზოგიერთ რაიონებში, მაგრამ ესეც უმნიშვნელო იყო ეს სხვაობა. აი ეს არ ყოფილა არც ერთ დროში საქართველოში. როგორ დავიჯერო ახლა რომ რომელიღაცა რაიონის მერობის კანდიდატი უფრო მაგარი კაცია, ვიდრე ზვიად გამსახურდია ვთქვათ. ზვიად გამსახურდიას არ მიუღია 100%. იყო იქ ცოტა ნაკლები, 95 როგორც მახსოვს. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა გისმენთ? დედამიწაზე ერთ-ერთი ქვეყანა სადაც ხალხი შიმშილობს, არავინ არ მუშაობს, მაგრამ თვით ოჯახში 5 მანქანა. всё. კეთილი. გასაგებია თქვენი მოსაზრება. პირდაპირ ეთერში დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე 555-88-95-88, როგორ აფასებთ არჩევნების შედეგებს, რა შეიცვლება ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანაში, ელოდებით თუ არა რაიმე უკეთესობას თუ უარესობისკენ წავა საქმე და ფასების გაძვირება გაგრძელდება, ეს დემოგრაფიული მდგომარეობა, მიგრანტებით ქვეყნით გავსება, ფასებთან და გადასახადებთან ერთად უსამართლო პენსიები და ხელფასები და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ხომ? აი ჩვენ მაგალითად 20 პუნქტიანი სია გვაქვს მომზადებული უკვე ამ ტელევიზიის და რადიოს მაყურებლებს და მსმენელებს. ტრაგიკული სია ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, 20 მთავარი პრობლემა. ეს ყველაფერი გამოსწორდება თუ უარესობისკენ წავა საქმე, ვიმეორებ, ეს არის ქვეკითხვა. ზარია, გამარჯობა. ყველაფერი მინდობილი გვაქვს თავრობისთვის, მისი კეთილი ნებისთვის. თუ ჩვენთან და თან ხელიდან არ წავარდით მას, ამოდენა პრივილეგიები, მაგათ წამთ, რომ დამქვეყნიური კი არ არიან, უფალზე მეტი არიან, იმიტომ რომ ყველაფერი მათ ხელშია. არანაირი კონტროლი, არანაირი ხალხზე პატივისცემა, არანაირი არაფერი. ეს ასე არ შეიძლება. ჩვენ მივანდეთ მას, ყველაფერი თქვენია. უბრალოდ წაგვართოს ყველაფერი. ჩვენ იცით რა შეა საქმე? თავიდან ჩვენც ვფიქრობდით, რომ მოდით რა ეს ნაცები არ დაბრუნდნენ და იყონ და ბოლოს რაღაცა ისეთ ურჩხულად ჩამოყალიბდნენ, რომ ნაცების სტოლი გახდნენ ჩემთვის უკვე. 100% იწერენ არჩევნებზე. ეს უკონტროლო ხელისუფლება აფუჭებს მას და ჩვენ მდგომარეობასაც. თუ ოპოზიცია არ არსებობს, ეხლა თქვენ რომ ასე კი დადიოსნად საუბრობთ ყველაფერი, მაგრამ იქეთ არის გაფუჭებული ოპოზიცია, რომელიც ახლა ბარამიძე როგორ უნდა გამოდიოდეს, მკვლელი ოჯახის ამომწყვეტი და მესაუბრებოდეს იქიდან და რაღაცას მეუბნებოდეს. დიახ. და უნდა შევაცვლევინოთ, მიუყვეთ თანდათან, მოვითხოვოთ რაც შეიძლება. ყველა ხერხით, ყველა განცხადებით არ შეიძლება ასე და ეხლა ომი ნამდვილად წარმინდა. 9 აპრილი ისე მოხდა, მოუტანეს ხალხს მშვიდობა, თავიანთი სისხლით არ დაუმტვრევიათ არაფერი. და ისინი მათი პენსია არის 100 ლარი. 9 აპრილის პენსია არის 100 ლარი. და ასე შეიძლება მივანდოთ ეს ქვეყანა ჩვენი სისხლით მოტანილი, ჩემი დედის და ჩემი მამის ნაშრომი მივანდეთ, მაგრამ როგორც უნდა ისე ჭამენ. ეს თანდათან თუ არ წავართ ხელიდან ჩვენ და მივანდეთ იმ გაფუჭებულ ოპოზიციას, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასწრილი. ერთნაირები არიან. ერთ ინსტიტუტში სწავლობდნენ და ერთ თარგზე არიან მოჭრილი. მადლობა ქალბატონო თქვენ. დიახ, დაასრულეთ.
დავამთავროთ თანდათან გამოუგლიჯოთ ყველაფერი მშვიდობიანად. არავითარ შემთხვევაში საქართველოს ნებისმიერი შეტაკება დაღუპავს. რა საკვირველია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ძალადობრივი მოქმედებების მომხრე და ყველა ეტაპზე გამოჩნდა ეს და მთელმა საზოგადოებამ იცის. ხანდახან ეთერში არის ხოლმე ზარი, თქვენ არ გეხებათ ქალბატონო, რომ მე ომი არ მინდოდაო და იმიტომ. აი ამ პატრიოტთა ალიანსმა მასთან ერთად გაერთიანებულმა პარტიებმა იღვაწეს ბევრი იმისთვის, რომ ომი არ ყოფილიყო საქართველოში. ბევრი და არც მათ უნდათ ომი. პირიქით ისინი არიან ნომერ პირველი, ვისაც ომი არ უნდათ და ომი არ იქნება არც ერთ შემთხვევაში, თუ პატრიოტული ოპოზიცია იქნება, მაგრამ ზუსტად ამას თulis ქართული ოცნება კონკურენტად ამ გარემოებების გამო ამ ხალხს და არა სხვას. გირჩს და ლელოს და გახარიას კი არ თulis კონკურენტად. აი ამ ხალხს თulis და ამათი გაქრობა ჩაიფიქრა და აი ამას გვეუბნება არჩევნების შედეგებით, რომ გაგაქრეთო, გაქრობთო. აი ეს არის. იმიტომ რომ კონკურენტად თulis. აი ეს ხალხიც არ არის ომის მოსურნე, ეს ხალხი ნამდვილი პატრიოტია, ვინც ამ გაერთიანებაშია პატრიოტთა ალიანსთან ერთად. და ამიტომ ეშინია ქართულ ოცნება. შენ რომ დაგიწეროს მეტი ხმა და მეტი პროცენტი ფიქრობს მე რომ ეს კიდე გაძლიერდება. ყველანაირი რესურსი მოუსპეს გაერთიანებას. სარეკლამო დროის გაშვება გაუუქმეს უფასო რეკლამები სხვადასხვა ტელევიზიებში. მარტო პირველ არხზე იყო 10 წამი რაღაცა. დამკვირვებლები ანუ საარჩევნო კომისიის წევრები ჩამოართვეს, ყველანაირად ფინანსური რესურსი მოუჭრეს. აი ამას აკეთებდნენ და აკეთებენ და ახლაც არჩევნებზე მივიდა ძალიან ბევრი პატრიოტული ამომრჩეველი და გეუბნებიან შენ არავ არ მისულაო ისევ მორიგჯერ ამბობენ ამას. არა და ყველანი ვარაუდობდით რომ ეს თვითმმართველობის არჩევნები ახლა ამით არ წყდება ის რომ ქვეყნის საგარეო თუ მთავარი საშინაო საკითხები და თავად ხელისუფლებაც უნდა იყოს ალბათ მოწადინებული რომ ოპოზიცია ყავდეს ჯანსაღი და ხელს არ შეგვიშლისო აი ეს მოლოდინი მეც მქონდა თქვენთან ერთად. და იქნებიან საკრებულოებში პატრიოტთა ალიანსის წევრები, იქ დისკუსია გაიმართება, ხალხის პრობლემებს გავიტანთ, ვიბრძოლებთ, ვიმოქმედებთ, თქო, არა. აქაც ქართულმა ოცნებამ დიდი წითელი ხაზი გაავლო და თქვა, მარტო მე ვარ და არავინ ჩემს გარდა. აი ეს მიდგომები ღუპავთ მთავრობებს და იმდენად შორს წავიდნენ, რომ 100%-იც კი დაიწერეს ბევრ საარჩევნო ოლქში. 100% დაუწერეს თავიანთ კანდიდატებს. ამ დროს კი ქვეყანაში არსებული ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა 75% არ მივიდა არჩევნებზე და მისული 25%-დან არის ის რომ გადანაწილდა შემდეგ ხმები და ზოგიერთს 80% შერჩა და ზოგიერთს 84. აი ეს არის რეალობა. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გისმენთ? ენაცვალეთ. სტრატეგია. დიახ. მოგების სტრატეგია რა გაქვს? მისმენთ თუ არა? გისმენთ, ჩემო ბატონო, რა სტრატეგია უნდა იყოს თქვენი აზრით? თქვენ რას გააკეთებთ? აგერ ჯერა დაამთავრეთ ერთი რამე. ხელფასებს უიღებენ. 12000 და 15000 პარლამენტში. ვინ იღებდა 15000 და 12000? პარლამენტში ვიღებენ. დღეს კი ბატონო, მესმის, იღებ. კი, მართალი ხართ. ხელფასზე. მართალი ხართ. უნდა დააჭიროთ ქუჩებში. ალო. ისმის. ხალხი უნდა დააჭიროთ ქუჩებში, გაიგე? თელი ხალხი მოუწევს ხელსა. რომ ჯერ უსამართლობა მოწყდეს. მადლობა ჩემო ბატონო, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ და თქვენი სათქმელი გვითხრით. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. დიდი სიყვარულით და პატივისცემით პირდაპირ ეთერიდან მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად. მთელი 2 საათია რაც მიმდინარეობს ინტერაქტივი და აბსოლუტურად ყველამ პრაქტიკულად ყველამ ვინც დარეკა თქვა რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და გაჩერება არ შეიძლება. ასეთია დამოკიდებულება და შეფასება და სურვილი ჩვენი მაყურებლების და რადიო მსმენელების მიუხედავად იმისა რომ დიდი დარტყმა მოგვაყენა ახლა ხელისუფლებამ სრულებით აი ამ დიდი უსამართლობით კიდევ ბრძოლის და მოქმედების ჟინზე და სურვილზეა ჩვენი ძვირფასი საზოგადოება და მადლობა ამისთვის. თავად პატრიოტთა ალიანსი გააკეთებს განცხადებას, ზუსტად ვერ გეუბნებით ეს როდის იქნება და უფრო დეტალურად
ისაუბრებენ ყველაფერზე. ილია ჩაჩიბაია ვარ, ვასრულებთ დღევანდელ ინტერაქტივს, ობიექტივის ეთერი კი გრძელდება. ნახვამდის.